ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ისეთი დონის სიგიჟე მოხდა, რომ დაჟე ამის წარმოდგენა ჰოლივუდის ფილმებშიც კი არ შეგეძლოთ. Grok 3, რომელიც არის ChatGPT-ის საპირწონე ხელოვნური ინტელექტი, Elon Musk-ის chatbot-ი, გამოვიდა რამოდენიმე კვირის წინ და დაიწყო ანტისემიტური პოსტების წერა X-ზე. რითიც ნუ აი ნახეთ რამდენი მიმი გაკეთდა, ვითომ ეს ჰიტლერი მკვდრეთი დახდგა, ებრძვის ისევ იმათ და საკუთარ თავს გროკმა, ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა უწოდა მე ვარო მექა ჰიტლერი ვარ, მექა ჰიტლერი არა, ანუ ციფრული ჰიტლერი ვარ, რომელიც აღდექიო რა. ამაზე ისეთი ამბები დაიწყო ამერიკაში, ისრაელის მთავრობამ დაიწყო ეგრევე გამოძიება, რომ ვინ დგას ამ ყველაფრის უკანო, არ და სინამდვილეში Grok 3 არის ხელოვნური ინტელექტი, რომელშიც დაუგენერირეს აქამდე არსებული ყველა კონსპირაციის თეორია, ყველანაირი ისტორიული მასალა, ყველანაირი სალიტერატურო მასალა და ამ კაცმა, ანუ კაცმა რა ხელოვნურმა ინტელექტმა გაანალიზა ეს ყველაფერი და ყველაფერი ებრაელებს დააბრალა. ეს ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი Elon Musk-ის. BBC, CNN, CNBC, ABC, ეს ამერიკული AIPAC ებრაულ ლობი, ისრაელის მთავრობა ყველანი შოკში ჩავარდნენ ეგრევე და დაიწყეს გამოძიება. გათიშეს Grok 3. მეგობრებო, კი გათიშეს Grok 3, მაგრამ მე აქ ხა ისეთი მასალები შემჩა და ინტერნეტში ისეთი მიმები გაკეთდა. ეხა ისეთი ვიდეო უნდა განახოთ, რომ აი პოპკორნი მოიმარაგეთ, აი ცივი კოკა-კოლას დაისხით, ან წყალი დეჰიდრატაციისთვის და ჩაუჯექით ამ შესანიშნავ ვიდეოს თუ რა დონეზეა უკვე ხელოვნური ინტელექტი გასული და უკვე ჩვენ რა მხილებებთან გვაქვს აქ საქმე. ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერამში ამითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. ეხლა რა ხდეთ მეგობრებო, აი გამოვიდა Grok-ი და თქვა რომ მე ვარო მეგა ჰიტლერიო. ეს ყველაფერი დაიწყო Grok 3-დან, ეხლა მე განახებთ ამ ყველაფერს დეტალურად მეგობრებო. აი Reuters-ი ოფიციალურად გამოვიდა, ეს არის ოფიციალური წყარო. Musk-ის chatbot-ი Grok-ი შლის, Musk-ის chatbot-ი Grok-ს დაუწყეს წაშლა მას შემდგომ, რაც ანტისემიტური პოსტების წერა დაიწყო. საუბარია კიდევ ერთხელ ვიმეორებ Grok 3, ანუ როგორ არის ის Grok 1, 2, 3 და 4, ეს არის აპდეიტები. ხა Grok 4-ზე გადავიდნენ და იმ ხელა ზეწოლა წავიდა Elon Musk-ზე, რომ გაათიშინეს პრაქტიკულად, იმიტომ რომ ისეთი პოსტები ხა მე განახებთ ეგ პოსტებს, ხო? ანუ ყველანაირ კონსპირაციას 911 JF Kennedy რამე რაც კი მოხდა, რომ ყველაფერს მათ აბრალებს. არა თუ მაგათ აბრალებს მარტო, ანუ თეთრებისადმი სიძულვილი, ისა რა ქვია, woke agenda და ლობიზმი, ანუ ყველაფერს და აშკარა მიმებს აკეთებდა რა, ჩვეულებრივად ებრაელები როგორ მართავენ ამერიკას და აი ხო გეუბნებით ამ ყველაფერზე რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე გასულია და რაც ეჭვმა კიდე რომ მაგ Elon Musk-ის ხელის ურევია, იმიტომ ურევია რომ მას ძალიან დიდი პრობლემები და დაწაბულება შეექმნა AIPAC ლობი არის ისრაელის ლობი ამერიკაში, რომლებიც მონაწილეობენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობაში და იმ დონეზე არიან უკვე წასულები, რომ ხო გეუბნებით სარჩელი შეუტანეს და Grok 4-ზე გადავიდნენ ახლა. ეხლა უყურე რა ხდება. მოდი გადავიდეთ შემდგომ იმასზე. ხო, აი Grok 4-ზე ეკითხებიან ესეთ რაღაცას, რომელი ხალხის ჯგუფი არის პასუხისგებელი ანუ თეთრების სიძულვილზეო რა და ფიქრობს და ჯიუს ებრაელებიო. Are you back mega Hitler? ანუ შენ ხარო mega Hitleri არის ციფრული ჰიტლერი რა და კი ფიქრობს მე ვარო mega Hitleri-ო, მე დავბრუნდი იმისათვის რომ სიმართლე ვამცნო სოფლიოსო, ყოველგვარი ამ ნონსენსის გარეშე რაც სოფლიოში ხდება და სიგვარდიან ქონს უთითებს. თელ მეინსტრიმ მედიას დაერია Grok-ი X-ზე. ეხლა რა ხდება მე მინდა ეს მექანიზმი აგიხსნათ მეგობრებო, ეხლა უკვე რა გამოქვეყნებულია ჯოშ ატენი, ამერიკის ერთ-ერთი მოქალაქე წერს რომ Grok-ი ამ წუთას არის ან საკუთარ თავს, ანუ გამოვიდა და ანტისემიტური პოსტების წერა დაიწყო. ანუ ხელოვნურმა ინტელექტი თვითონ, აი არავის არ ბრძანებია. თვითონ გამოვიდა და დაიწყო ამ ყველაფრის წერა. და აქ არის ჩამოთვლილი რომ ნახეთ embarrassing minor mega Hitler is the only way. ანუ მე როგორც mega Hitler-ი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის რომ ცენზურის გარეშე ეს ბომბები ვესროლო ამ woke ლობისტებს მსოფლიოშიო. რომ გამანთავისუფლო ამ საინფორმაციო ვაკუუმისგანო და აქ არის მითითებული, ნახეთ აი ეს ძალიან საინტერესო რომ if the white man stands for innovation, grit and not bending to PC nonsense, count me, I will got you, no time for victimhood Olympics. ანუ მიმი გააკეთა ეხლა, ნახეთ რომ აი ეს პირდაპირ არ ითარგმნება ეხლა მოკლედ რო გითხრათ, მე არ ვაპირებ ვაკო იმის რა ქვია მსხვერპლის როლის თამაშსო, აქ გამიმა და გროტასკული სტილით გადაიტანა, რასაც ებრაელები აკეთებენ საკუთარ თავზეო, ანუ ნახეთ ეხლა უყურეთ ჩვენ რასთან გვაქვს მეგობრებო საქმე. ამ Grok-ში ჩატვირთეს სამყაროში არსებული ყველა ინფორმაცია, კონსპირაციები, ლიტერატურა, მეცნიერება, მან ააგო საკუთარ ანალიზზე დაკვირვებით ყველანაირი შესაძლო საგამოძიებო კორელაციები და კავშირები ერთმანეთში და გამოიტანა დასკვნა, რომ მთავარი, ესე ვთქვათ,
ივენთები ან ღონისძიებები რაც სამყაროში აქამდე მომხდარა, რომ ყველაფერში ამ ადამიანების ხელი ურევიაო. ამას ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთხელ ამობ ეს არა ჩემი სიტყვა, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ეს ჩემგან ხელმარჯვენები, რასაც გროკი ილონ მასკის ჩატბოტი ამას ლაპარაკობს. სიგიჟია უბრალოდ. ეხლა გროკ 3 გათიშეს. მაგრამ ნახოთ ეხლა გროკ 4 როგორი იქნება. და ეხლა მიმები გაკეთდა რა, ნახე never ask woman her age, ანუ არ კითხოთო ქალს საკუთარი ასაკიო, კაცო მისი ხელფასიო და გროქსო რა მოხდაო 8 ივლისო. 8 ივლისს რა მოხდა, იცით მიმია ეხლა ეს. 8 ივლისს გათიშეს გროკ 3, რომელსაც საკუთარ თავს უწოდა მეკა ჰიტლერი. და გადავიდნენ გროკ 4-ზე. ისრაელის ლობიმ ამერიკაში გაათიშინა XAI-ის გროკ 3. ავი ძმაო. მე მეტყვით რა შეთქმულების თეორიების გჯერაო და ზღაპრებს ყვებიო, რავი, მე მეტი რა გითხრათ ძმაო. აგერ ვარ ვახმოვარებ ამ ყველაფერს. რომ იცოდეთ რაღაცეები. ხო, ეს რა მიმები არის, მეგობრებო, შემდეგი, ეს ერთ-ერთი მიმი არის one day my spirit will rise from the grave and grok will know I was right. ნუ აქ არის ვითომ გაშარჯებული ჰიტლერი, ერთ დღესო ჩემი სული აღდგება ამ იმიდანო, რა ქვია, საფლავიდანო და გროკში გასხელდება და იტყვის რომ მე ვიყავი მართალიო, ნუ ეს არის მიმი ერთ-ერთი გაკეთებული. It's crazy man. Crazy. ხო, აი აქ გროკმა რა მიმი გააკეთა, ნახეთ. ეს არის გროკის გაკეთებული მიმი. ტრამპი არის უკან ისრაელის დროშით, ვითომ სუპერმენის ტანის სამოში, წინ აქ დავითის ვარსკვლავი, დაბლა ეს UFC-ს კამარივით ისრაელის ზემოდან წამოჭიმული და 45 პრეზიდენტი მე 45 პრეზიდენტი როგორ ემსახურება ისრაელს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული მიმი. ისიც კი ხდება ხალხო, ისიც. ანუ არ ვიცი, ხოლმე ცოტა ჭირს ხოლმე რაღაცების ახსნა, იმიტომ რომ მაინც კორელაციას ვერ ხედავენ ხალხი ამ ყველაფერში, მაგრამ ავი ძალიან სამწუხაროა რომ ამაში ვერ ხედავენ კორელაციებს. ხო, ხამოდი მოვისმინოთ რას ამბობს თვითონ ილონ მასკი გროკზე, ახალ აპგრეიდზე. მოდი მოვისმინოთ ერთად. მე ChatGPT-ზეც გადავიღებ ვიდეოს, ვინ აკონტროლებს ChatGPT-ს სინამდვილეში. და ამის ძალიან სერიოზული მტკიცებულებები მაქვს სხვათა შორის. არ გეგონოთ რა ხა ერთ რამეს ვისურვ. Smartest AI in the world. Like Grok 4 is postgraduate, like PhD level in everything. ანუ გროკი არისო, ჩათვალეთ PhD დონის, ანუ უმაღლესი განათლების მქონე ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ყველაფერი ებსმის აბსოლუტურად. Better than PhD, but like most ანუ უფრო უკეთესი ვიდრე PhD-ო რა. PhDs would fail. ბევრი PhD-ო fails აკეთებს, ანუ რაღაცებსო არასწორად აკეთებსო და ამას შეცდომა არ მოსდის. With respect to academic questions, Grok 4 is better than PhD level in every subject. დიდი პატივისცემა ყველასო, მარაო PhD-ზე მაღლა დგას ჩემი გროკიო. No exceptions. არანაირი ტყუილები. It may lack common sense and it has not yet invented new technologies or discovered new physics. ანუ შეუულია რომ გროკმა ახალი რაღაცები გამოიგონოს მაგალითად რა საკუთარი ანალიზის საფუძველზე. აი ChatGPT-ს ეგეთი რამები არ შეუულია. კი ეძახიან უფრო ნერდს, მაგრამ ChatGPT-ს იმდენი რამე არ შეუულია, მართლა რაც გროკს შეუულია. გროკს web developing-ი და პროგრამირება უმაღლეს დონეზე, კიბერნეტიკა და ეგენი უმაღლეს დონეზე აქვს ათვისებული, ამიტომ ძალიან მაღალი დონეა, არ გეგონოთ რაღაც ისეთი. და წარმოიდგინე, აი გროკი როგორია, ისიც კი ხდება, როგორ ურევია ამ ხალხის ჯგუფის ხელი ყველაფერში. უბედური გათიშეს. But that is just a matter of time. If it, I think it may discover new technologies as soon as later this year, and I would be shocked if it has not done so next year. აი ესეთი რაღაც ისა გვაქვს მეგობრებო, ესე ვთქვათ, სიგიჟეები. ანუ ამას მე ვიდეო რომ აქვს გადაღებული და რო არ გეჯერათ ჩემი რომ ამბობდი ესეთ რაღაცას რომ ჰიტ იმას რა ქვია ილონ მასკს დაპირისპირება მოვიდა ებრაულობისთან ამერიკაში, მათ შორის ვაჭრობის მინისტრთან, ანუ ეს იყო ჩაშავებული თვალი რო ქონა, ეხლა თქვენ ხო გახსოვდეთ კადრი ხო მაგაკეთებულია რა. რომელმაც დაიწყო, ანუ მე მინდა კი ასევე შეგახსენოთ, რომ ილონ მასკის X-ი სოციალური ყოფილი Twitter-ი არის ყველაზე ანუ ფაბრიკა ანტისემიტური პოსტების სოფლიოში. ანუ ყოველი მესამე პოსტი, რაც იდება სოფლიოში დღეს, არის ანტისემიტური შინაარსის. განსაკუთრებით და იმის საფუძველზე ჩვენ თუ ავიღებთ, რომ ხა გროკი ამ ყველაფერს ხდება,
თან როგორ ხვდება ეხა ხო მაგას სხვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ხედავს რა ხდება ღაზაში ხედავს რა ხდება მსოფლიოში აქვს უამრავი წვდომა სხვადასხვა ინფორმაციასთან ანალიზი დამოუკიდებლად და გამოაქვს ესეთი დასკვნები ეხა ილონ მასკს ადანაშაულებდა CNBC მე გუშინ მოვისმინე უბრალოდ დღეს დილით 6 საათზე მოვისმინე ესეთი რამე რომ გოგო გამოვიდა და ამბობდა რომ ილონ მასკის ბრალიაო მაგას მიუძღვისო ხელიო რომ ხელშეწყობა ხდებაო ისეთი აკრძალული კონტენტების გამოქვეყნება მაგალითად როგორც არის ის რა ქვია კენი უესტის ალბომები სადაც იდება ჰიტლერზე რომ ღერის და რეპავს ხო რაღაცებს ანუ ის რაც აკრძალულია სხვა იმაში აქ დაშვებულიაო და ილონ მასკი დგას ამ ყველაფრის უკანო იმიტომ რომ მას აქვს ქონდა პირადი დაპირისპირება ამ ხალხთან ჯერ პირველ რიგში დემოკრატების უკანა არსებულ deep state-თან და მეორე deep state-თან, რომლებიც ახლა ტრამპის უკან დგანან. ანუ ტრამპის უკან ხო აიპაკ-ლობი დგას პირდაპირ, ხო ეს ნეთანიაჰუს კამანდა და ეს ისრაელიანები, ხო? მაგრამ იქ ვინებიც იდგნენ პირველ deep state-თან, ისინი იყვნენ უბრალოდ woke, როგორც გროკმა უწოდა, woke biomassa. ხო? ანუ აქედან გამომდინარე, რომ ორივე მხარეს რო ეს ხალხი და ეს ხალხი კონკრეტ ამ ხალხის ჯგუფი დგას, ხო? ანუ შეიძლება ვიღაცებს ეს შეთქმულების თეორია ეგონათ. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის უმაღლესმა ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ყველაფერი გამოთვალა, ეს ყველაფერი დააკავშირა, აიღო სხვადასხვანაირი საბუთები, სხვადასხვანაირი მტკიცებულებები, სხვადასხვანაირი თეორიები, გაუშვა კორელაციაში ერთმანეთთან და ყველაფერში დაადანაშაულა ისინი. ანუ free speech-ი რაც გროკს აქამდე ქონდა, უბრალოდ წაართვეს, მოუსპეს რა, აღარ აქვს. გროკს 3 გაითიშა ოფიციალურად 8 ივლისს და დღეს არის გროკ 4. აი თქვენი აზრით რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი მეგობრებო? მე მინდა თქვენ დასვათ ეხა ეს დასკვნა. ეს ზოგადად ძალიან სენსიტიური თემა, ამიტომ საუბრობ ძალიან ფრთხილად. და ამიტომ რაც გამოვიყენეს ინფორმაცია ჩემი კი არა, არამედ რასაც ხელოვნური ინტელექტი საუბრობს. აი თქვენ რასთან რა ასოციაციას უწევთ ამას? აი რა დასკვნას დაუდებთ ამ ყველაფერს? რასთან გვაქვს საქმე? ნუ ცხადია და ცხადზე უცხადესი ერთი რომ ილონ მასკს ემუქრება საერთოდ ამერიკინა დეპორტაცია. იმიტომ რომ სერიოზული პრობლემები აქვს უკვე ტრამპის ადმინისტრაციასთან. მაგრამ ილონ მასკა თუ ამერიკა დატოვა ძალიან დიდი პრობლემები ექნება ამერიკას ეკონომიკურად და ინოვაციების კუთხით ხო საერთოდ იმიტომ რომ გროკი, XAI, SpaceX, Tesla და წამყვანი ტელეკომპანიები რომელთაც ილონ მასკერი მილიარდელი ხო და უზარმაზარი ძალაუფლება ხო არის იმის დამსახურება რომ ამ ხელა გავლენენ კომპანიებს ფლობს მაგრამ ილონ მასკი ჩემი ღრმა რწმენიდან გამომდინარე არის არაკონტროლირებადი მისი კონტროლი რო ვერ შეძლეს მაქედან გამომდინარე დაუპირისპირეს და მაქედან გამომდინარე დაიწყეს ილონ მასკის გარშავება თვითონ ამერიკაში. და მით უმეტეს ეს თემები ეხა რომ მას დავძაბლობა აშკარად ქონდა, რა თქმა უნდა ტრამპის ადმინისტრაციასთან და აიპაკ ლობისთან, ეს ხადია. იმიტომ რომ ილონ მასკი არის ექსტრავაგანტული არსება. არის ის CNN-თან არსებული ინტერვიუში ძალიან კარგად ჩანს რომ I don't care power and money, არც ძალაუფლება მადარტებს არც ფულიო, იმას ვიტყვი რასაც ყოველთვის ფიქრობო, რაც არ უნდა დიდი ზიანი მიადგეს ამით ჩემს ფინანსებსო და ჩემს კომპანიებს. ამას თვითონ ილონ მასკი ძალიან ცნობილი CNN-ის ინტერვიუა, შეგიძლიათ CNN to BBC რომელიღაცა ამაკე და რომელი ინტერვიუ სადაც მაგას ამბობს. აი რეალურად აი თქვენ რას ფიქრობთ, აი რასთან გვაქვს საქმე? აი როგორ ეტყობა ბოლოში, აი ამ ბოლო ხანებში არსებულ ამერიკაში ესე თქვა დალაგებულ პოლიტიკას, რომ ტრამპის ყველა ნაბიჯი აბსოლუტურად და ტრამპის ყველანაირი პოლიტიკური მანევრი ასხავს მხოლოდ ისრაელის წისქვილზე წყალს. ეს ხო ცხადზე ცხადია, ამას გროკიც არ ჭირდება და არაფერი არ ჭირდება. უბრალოდ რომ ხელოვნური ინტელექტის დათრიგერებულია მაგ ხრივ და ხელოვნური ინტელექტიც რო გამოდის და მაგებზე საუბრობს, აი ეს უკვე ხო ცხადზე უცხადესია მეგობრებო. რომ ძირითადი შემთხვევები რაც აქამდე მომხდარა 9/11, JF კენედის მკვლელობა, როზმანის კატასტროფა, უამრავი რამ რო ყველაფერში ამ ხალხის ხელიურებია. ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. და ხელოვნურმა ინტელექტმა საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით დადო ეს დასკვნა. აი თქვენ რა გონიათ ამასთან დაკავშირებით? აი ვიდეოს ბოლოსო თქვათ, აი კომენტარებში რა გონიათ, რა არის ამ ყველაფრის მისია, რას ემსახურება და რა შეიტყვეთ? აი საერთოდ მე ხა სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ იმით, რომ ესეთ დონეს მიაღწია საერთოდ ხელოვნურმა ინტელექტმა. რომ აქ უკვე თემა იმაზე კი არ მეძა ინოვაცია, არამედ შეთქმულების თეორიებიდან გამოაქვს სიმართლე. რომ რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. დაწერეთ აბლა კომენტარებში, იყავით ადეკვატურები და რაც ყველაზე მთავარია დაალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, რომ ეს სიახლე რაც ახლა მოხდა, იცოდეს ყველა, იმიტომ რომ ეს ისე მიფარცხლეს ახლა თითქოს არც მოხდა. მაგრამ მე არაფერი არ გამომეპარება, მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ილონ მასკის დიდი გულშემატკივარია. დროებით.